ალბათ ლეო მოვიდა. კარზე ზარი მინდა რეკა? ამანათი ჩემთვის? ვინ დატოვა? მოჩვენებამ თუ რა ხდება? რა უცნაური პაკეტია? ნახოთ რა არის შიგნით. ვინ არის? გავიგე რომ ვიღაც არის აქ. ჰეი, ამელკა, რა საკეთე? ლეო, რატომ არ თქვი რომ შენ იყავი? ვერ გავიგე, ყურსასმენები მოკეთა. მეგონა მოჩვენება იყო ან ყაჩაღი. ახლა ხან სტუმრად მოვედი. კარგი, მაშინ შემოდი. რა ყუთი გაქვს? არ ვიცი, ვილასამ გამომიგზავნა. უკვე ნახე რა არის შიგნით? არა. შეხედე, აქ წერილია. მომეცი საშუალება წავიკითხო. აირჩიეთ ყუთის გახსნა ან ერთი დღეს სკოლის გაცდენა. სკოლის გაცდენა. მე მომხრე ვარ. შემდეგ ჩვენ არ გვეცოდინება რა არის შიგნით. ვიდარდებ, ალბათ რაღაც სისულელედებს. და თუ იქ რამე მაგარია, მაგალითად აიფონი? აიფონი კი, როგორ არა? სკოლის გაცდენა გირჩევნია თუ აიფონი რომ გქონდეს? კარგი, არა, მე მინდა აიფონი. გამარჯობა, დავაგვიანეთ? მე და ამელკა მაღაზიაში მივდივართ. მაღაზია მოიცდის, მნიშვნელოვანი დავაგვაქვს. ვიღაცამ საიდუმლო ყუთი გამოგვიგზავნა. მან დაწერა რომ თუ არ გავხსნით, სკოლის წასცენა შეგვეძლება. რა არის შიგნით? ჩვენ არ ვიცით. კი, რთული არჩევანია, მაგრამ მგონი ჯობია ყუთი გახსნათ. მეც ეგრე მგონია. სკოლის გაცდენა დიდი არაფერია და მეც ასე მე ვფიქრობ. წინააღმდეგი ვარ, უფრო მეტიც, ხვალ გამოცდაა. გასაგებია, უბრალოდ ცუდი ნიშნის მიღების გეშინია. კარგი, მოდი, ხმა მივცეთ, ვინ არის ყუთის გახსნის მომხრე. 3 მომხრე, 1 წინააღმდეგი. გადაწყვეტილია. მოდი გავხსნათ. საოცარია, ეს დაისონია. მაგარია. თმის საშრობი? სერიოზულად? ამისთვის სკოლაში უნდა წავიდე? ლეო, შენ საერთოდ ვერაფერს ვერ ხვდები. ეს ფენი ძალიან მაგარია. ეს არ არის თმის საშრობი. მისი გამოყენებით შეგიძლია შექმნა მაგარი ვარსკვლავები. სრული სისულელია. იჭებო, თქვენ საერთოდ ვერ გაიგებთ ამას. კარგი რა. ნეტავ PlayStation 5 ყოფილიყო. ერთი უკვე გაქვს, მეორე რატომ გჭირდება? PlayStation-ი ზედმეტი არასდროს არ არის. გოგოებო, ვის უნდა თმის გაკეთება პირველს? მე მინდა. ნება მომეცით გაჩვენოთ როგორ კეთდება ეს. და კიდევ ვინ არის ეს? და კიდევ ერთი ყუთი? აქ არავინაა. ნახოთ რა არის შიგნით. რას აკეთებ? ნახულობ რა დევს ყუთში. შენ წერილის კი არ წაკითხავს. იქნებ მაგარ პრიზს მოგცემენ თუ არ გახსნი. ზუსტად, აქ წერილია. რა გვაქვს აქ? ახალი პაკეტი? ვინ დაგზავნის მათ? არ ვიცი, მაგრამ ის ძალიან გულუხვია. წაიკითხეთ რა წერია წერილში. კარგი, აირჩიეთ 5 თუ $100? $100? ბევრია. ბევრია. კი, მაგრამ შესაძლოა ყუთი უფრო ძვირიანი ითი იყოს. ისე დაისონი უფრო ძვირი იღებს. კარგი, მაშინ 5 გავხსნათ. მე მომხრე ვარ. მეც და მე ცუდი წინათგრძნობა მაქვს ამის შესახებ. რატომ? წინა ყუთი მაგარი იყო. ეს კი შეიძლება ცუდი იყოს. მე ასე არ ვფიქრობ. ჩვენ ხმა მივეცით. 3 მომხრე, 1 წინააღმდეგი. მაშასე გავხსნათ. წინდები? სერიოზულად? იქნებ ზვირიანია? მოდი, იქნებ შევამოწმოთ ის. მოიცადეთ. ისინი $1 იღებს. ჯანდაბა, ამ წინდების გამო ბევრი ფული დავკარგეთ. ცარიელია.
სინამდვილეში ისინი ახალი არ არის. მაგრამ რა განსხვავება? კუც, ახლა ვეღარ გავხსნით. ხო, მე გავბრაზდი. კარგი რა, გოგოებო, დაისონი გვაქვს. მართალია, შეცდომებზე არ უნდა ინერვიულო. ზუსტად. ალბათ სხვა 5 მოიტანეს. მაინტერესებს ვის მოაქვს? ჩვენ სწრაფად უნდა დავეციოთ მას. ვერავინ ვიპოვე, ვერც მე. ის ისეთი სწრაფი და ჩუმია. კარგი. რა მოხდება თუ ეზოში სათვალთვალო კამერებს დავამონტაჟებ? რა თქმა უნდა, ის მათ გვერდისავალს ვერ შეძლებს. ერთი კამერა მაქვს. ახლა მოვიტან. კამერა მზადაა. ჩვენ მხოლოდ ახალი ყუთის მოსვლას უნდა დაველოდოთ. ამასობაში მოდით გადავწყვიტოთ, რას ვიზამთ ამასთან დაკავშირებით. აირჩიეთ 5 თუ 4 კინოს ბილეთი. მოიცა, საიდან იცის რომ 4 ვართ? ვიღაც ჯაშუშის ან მანიაკის მსგავსია. იცით რა? იმედია ამ ყუთში ბომბი არ არის. 4 კინოს ბილეთი დიდი პრიზი არ არის. $1 წინდებზე უკეთესია. კარგი, კინოს ბილეთების ახალი სორამია. მე კი ამის მომხრე ვარ. მეც მიყვარს კინო. კარგი, ყველაფერი გადაწყვეტილია. მორჩა. ყუთს არ ხსნით. ეს ჩვენი კინოს ბილეთებია. მოიცა, ის გვისმენს? ასე რომ მან კამერების შესახებ ყველაფერი იცის. მან გაიგო ჩვენი მათზე საუბარი. მოდი შევამოწმოთ. ამ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი მოხდა. ან ჩანაწერი წაშალა, ან კამერას გვერდი აუარა. ის უფრო ჭკვიანია, ვიდრე გვეგონა. იქნებ არ უნდა გავაბრაზოთ. თორემ საჩუქრების გარეშე დავრჩევით. სხვათა შორის თუ ბილეთები გვაქვს, ნახოთ რა დევს ყუთში? ზუსტად. მაგარია, ეს iPhone-ია. გამოდის რომ კინოს ბილეთები და iPhone-ი გვაქვს. კი, ერთდროულად 2 პრიზი მოვიგეთ. მოიცა, აქ ცარიელია. ხოლო წერილია. თქვენ აირჩიეთ პრიზი. ამიტომ ყუთის შიგთავსი განადგურებულია. როგორ გააკეთა ეს? კარგი, იქნებ iPhone-ი მაშინ მოიპარა, როდესაც მას ეზოში ვეძებდი? სახლში ისე შემოიპარა, რომ ჩვენ არ ვიცოდით? ბავშვებო, მე გითხარით, რომ მისი გაბრაზება საჭირო არ იყო. საინტერესოა, რამდენი ყუთი მოამზადა ჩვენთვის? შესაძლოა ეს უკანასკნელი იყოს. დავრელოდოთ და გავარკვევთ. მამამდე კი გივცეთ PlayStation-ზე ვითამაშოთ. ლეო, 100%-ით წააგებ. არა. კარგი, რაღაც არ გამოდის. ჰეი, ეს შენ ხარ. ახალი პაკეტია. წავალ და მეგობრებს ვაჩვენებ. ბავშვებო, ახალი ყუთი მაქვს. საიდან? კარზე ზარის ხმა არ გამიგია. მე ის დავინახე. ვინ არის ის ადამიანი, ვინც ამ ამანათებს გვაძლევს? ვინ იყო ის? არ ვიცი. ტანსაცმლის ქვეშ გაურკვეველი იყო. მასთან საუბარი სცადე? კი, მაგრამ გაიქცა და იქაურობა მალე დატოვა. კიდევ ერთი პაკეტი. მაინტერესებს რა არის შიგნით და მაინტერესებს რას მივიღებ თუ არ გავხსნით. მოდით, ნახოთ. ყუთი თუ მუსიკალური დინამიკი, რომელს ავირჩევ? ისე, სპიკერი წვეულებისთვის სასარგებლო იქნება და ეს იაფიანი არ არის. და მე მიყვარს მუსიკის მოსმენა. არწმუნებული ხარ? მე უკვე მაქვს ერთი. ორი დინამიკი ჯობია კიდევ ერთ უსარგებლო წყვილწინდას. ჩვენ ის უნდა ავირჩიოთ. კი, ვეთანხმები. ლეო, რას ფიქრობ? მაინტერესებს რა დევს ყუთში, მინდა რომ გავხსნა. მეც მინდა ყუთის გახსნა. კარგი, 2 მომხრე და 2 წინააღმდეგი. ასე რომ პრობლემა გვაქვს. და როგორ მოვაგვაროთ ეს კონფლიქტი? მე გთავაზობთ პატარა გამოწვევის ჩატარებას. რა გამოწვევა? წამოდით ჩემთან ერთად.
თითოეულმა ჩვენგანმა ბურთი რაც შეიძლება შორს უნდა ისროლოს. იქნება სამი მცდელობა. ვისი გუნდიც ისვრის რაც შეიძლება შორს, გადაწყვეტს რას ვიზამთ ოთით. როგორ ვაპირებთ დათვალას? ვისი ბურთიც ყველაზე შორს გაფრინდება, გაიმარჯვებს. ჩვენ გვექნება ლურჯი, თქვენ კი წითელი. ყველაფერი მესმის. წესები ძალიან მარტივია. ახლა პირდაპირ კოსმოსში ვისვრი. კი, გადააგდებ. მოკლედ ვეთანხმებით. პირველი მე ვისვრი. გამარჯვება უკვე ჩვენ შიბეში არის. ამელია, ძალა მოიკრიბე. მარტა ჩვენს გუნდში თამაშობს. მარტა, ჩვენე მათ. ყველა დროის საუკეთესო გამარჯვებული. კარგი, გონი ჯერჯერობით ფრეა. ჩვენს გუნდში მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მამაკაცი, ლეოლასი, ანუ მე ვასპარეზობ. მიხდი ლეოლას, აჩვენე რისი გაკეთება შეგიძლია. მოიცა ლეო. რა გააკეთე? კარგი რა. კი, სულ ესაა. კარგი, პატარა ბავშვებო, განზე გადეკით. პროფესიონალი ისვრის. სულ ესაა. შეგვიძლია ჩათვალოთ, რომ გავიმარჯვეთ. შენ თვითონ წახვალ მეზობელთან. რა სროლა იყო? კი, მე შემიძლია სროლა. სამართლიანია ასეთი სროლა? წესები ამას არ ბზალავს. ყველაფერი სამართლიანია. კარგი, გადაწყვიტეთ რა უყოთ ხუთს. დიახ, და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ გავხსნათ იგი. ზუსტად. და აი ჩვენი სპიკერიც. ტადა! ვაუ, რა კარგი სპიკერია. კი, კარგია რომ ხუთი არ გავხსენით. მოიცა, ჯერ არ ვიცით რა არის შიგნით. რა მოხდება თუ იქ მანქანის გასაღებები იქნება? ზუსტად, მოდი ვნახოთ. მიდი. დამეხმარეთ, მოდით. ეს არის PlayStation-ი. ერთი გვაქვს, მეორე არ არის საჭირო. ხუმრო, PlayStation-ი ზედმეტი არასდროს არ არის. სინამდვილეში PlayStation-ი დინამიკზე გაცილებით მე ძვირია. შემეძლო რომ ის ჩემს ოთახში დამედო. ლეო, მთელი დღე მისაღებ ოთახში თამაშობ. კარგი რა. და შევძლებდი ერთზე მეთამაშა, სანამ მეორისგან შესვენებას ავიღებდი. დიახ, და შეგვეძლო ერთად თამაში. იქნებ ყველაფერი არ არის დაკარგული და ყველაფერი მაინც მუშაობს. ლეო, შეამოწმე. შენ PlayStation-ის ექსპერტი ხარ. აჰა. ადგილზეა. დეტალები არ არის საკმარისი. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალებია. ვინდა როდის მოახერხა ამის გაკეთება? იქნებ შევძროთ მისი გამოსწორება? ზუსტად. მე ვიცნობ ერთ ელექტრონიკის სპეციალისტს. ის ნებისმიერ ნაწილს იპოვის. მოდი ვცადოთ. ახლავე დაურეკავ. სად არის ჩემი ტელეფონი? სულ ესაა. თქვა რომ PlayStation-ს შეაკეთებდა და იმუშავებდა. მაგარია! სხვათა შორის სად არის PlayStation-ი? ის აქ იყო. ამიტომ სასწრაფოდ ყველა წადით და მოზებნა დაიწყეთ. არა, არ არის. ვინ წაიღო PlayStation-ი? დარწმუნებული ვარო, ეს ის არის, ვინც მოიტანა. ზუსტად, ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ, ამიტომ PlayStation-ი წაიღო. ხო და მე უნდა დავჩენილიყავი და დამეცვა იგი. ეს ძალიან ცუდია. ნუ ნერვიულობ, ლეო. მე ძალიან მინდოდა მეორე PlayStation-ი მქონოდა. კიდევ რამდენ ყუთს მივიღებთ, როგორ ფიქრობთ? არ ვიცი, იმედია კიდევ 100 იქნება. მე მგონია რომ 0. რატო? ისე, რადგან ჩვენ ხარბები ვიყავით. დიახ, არ უნდა ვეცადოთ PlayStation-ის შენარჩუნებას. იმედი მაქვს რომ ეს 100 არ არის. სანამ ამანათი არ არის, მე ჩემს საქმეს გავაგზელებ. ჩვენს. გოგუებო, ლეო, შენ ხარ? თუ ისა, მაშინ მან ამანათი უნდა დატოვოს. დავიმალები და ვნახავ ვინ არის. აი, ახლა მალე ვნახავ თუ ვინ არის. აი, გაები მახეში.
წავიდა, კვალიც კი არ დაუტოვებია. ახალი შეფუთვა, ერთი სული მაქვს, გავიგო რა არის შიგნით. ისევ დავინახე ის ადამიანი. ეს ვინ არის? კარგად დაინახე? არ ვიცი ვინ არის. მაგრამ ის ნაცნობი მომეჩვენა. ის? ანუ ის გოგოა? არწმუნებული არ ვარ, მაგრამ ასე ჩანს. კარგი, ფოტო გააქვს? მე ფოტო გადაუღე, როცა ვერ მიყურებდა. მე არაფერი არ მესმის. რატომ გადაწყვეტე რომ გოგო იქნებოდა იგი? შეხედეთ მის ფეხსაცმელს. ეს გოგოსია. ეს არის New Balance 520. ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია. გონი ვიცი აქ რაც ხდება. მეგობრები ჩუმად შემოვიდნენ. ჩვენი მეგობრებიდან მხოლოდ ერთ საცვია ესეთი ფეხსაცმელი, მაგრამ რომელს? მას ჩვენ სახსაც კი უთამაშია. ყოველ შემთხვევაში ვნახოთ რა დევს ყუთში. შემდეგ კი ვიფიქრებთ ვინ არის უცნობი New Balance-ის პატრონი. მაშასე, მზად ხართ ნახოთ რა არის შიგნით? მოიცა, რა არის სანაცვლოდ? ჩიფსების შეკვრა. სერიოზულად? მაცადე შევხედო. აქ რაც წერია, ჩიფსების შეკვრა კი არა, კოსმეტიკის ნაკრებია. ო, ესე იგი, განგებ თქვი, რადგან კოსმეტიკა არ გინდოდა შენ. კარგი, გოგოები ხართ. კოსმეტიკას აირჩევდით მაინც. კი, კოსმეტიკა გვიყვარს, მაგრამ ამჯერად უარს ვიტყვით. დიახ, აქ არ წერია, კარგია თუ არა ეს კოსმეტიკა. არ გვინდა. უფრო მეტიც, ჩვენ გვაინტერესებს რა არის ყუთში. ამჯერად ყველა ყუთის გახსნის მომხრეა. არა? კი. კარგი, მაშინ გახსენით ყუთი. ვაუ, ეს თვიანი საათია. ესენია, რომლებიც iPhone-ს უკავშირდება? მათ შეუძლია შენი ტელეფონის სრულად ჩანაცვლება. კარგი, ისე პატარა ეკრანზე YouTube-ის ყურება შეუძლებელია. ხედავთ, კარგია რომ კოსმეტიკა არ აირჩიეთ. მოიცა, ყუთში მხოლოდ ერთი საათია? კი, მართალია. სინამდვილეში აქ 4 ვართ. ამოიღეთ. როგორ ჩანს კი? ერთია და ვინ მიიღებს მას? ზუსტად, კოსმეტიკური საშუალებების გაზიარება მაინც შეგვეძლო. გირჩევთ მასზე ვითამაშოთ. როგორ? ჯეირანი. კარგი, გავაკეთოთ. ჯეირანი, 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 ჯეირანი. მე გავიმარჯვე. რანაირად? ჩვეულებრივად, ნაკლებად გჭირდებათ ციფერბლატზედაც გაყუნება. აი, შენი საათი. გილოცავ. მაგარია, თუ გინდა შემიძლია მისი გაკეთების უფლება მოგცე. და ეს ყველაფერია? ასეთი პატარა. რატომ არის ასეთი პატარა? ხო, არ მინდა ამის გახსნა. დავტოვოთ. რას გვთავაზობენ ისინი სანაცვლოდ თქვენ მიიღებთ ჩიფსების პაკეტს. რა? შემიძლია ჩიფსები ჩემითაც ვიყიდო. დიახ, ასეთი უცნაური საჩუქარია. ჩემი აზრით ჩიფსები უკეთესია. აი, შეხედე ამ პატარა ყუთს. კარგი, რა მოხდება თუ ტკბილეული ან სხვა რაიმე არის? მაშინ ჩვენ ნავირჩევთ ჩიფსებს. შეიძლება შიგნით რაიმე ძვირადღილებული იყოს. მაგალითად, ოქროს ბეჭედი. ისე? არ ამგონია ვიმე ოქროს ბეჭედს ჩიფსების ნაცვლად დადებდეს აქ. ბოლო საჩუქრები მაგარი იყო. ამიტომ ჩვენ ვიცით რომ ეს საჩუქარი 100%-ით ცუდი აღმოჩნდება. კი, ალბათ კიდევ რამდენიმე წინდა იქ. გირჩევნია ჩიფსები შევჭამო. ბავშვებო, გონი ჯობია ეს საჩუქარი არ გავხსნათ. მეც ასე ვფიქრობ. და მეც. კარგი, თქვენ 3 ხართ და მე მარტო ვარ. ასე რომ ჩიფსებს ვირჩევთ. საოცარია, რა სწრაფი მიწოდება. ისინი ყველა დატყდება. რატომ არ დატოვა ისინი კართან როგორც ყოველთვის მან? ყველა დატეხილია, როგორც თქვი. მაინც გემრიელია და მე ციცაკიანი მიყვარს. ახლა კი ვნახოთ რა დევს ყუთში. ეს ჩვენი ანგარის გასაღებია. მას უნდა და შენი ანგარი ჩვენთვისაც ჩუქებინა. რა სისულელია. კარგია რომ ჩიფსები ავირჩიეთ. ვერ ხვდებით? საჩუქარი ველდურად ანგარშია. აჰა. კი, იქ ყველაფერი შეიძლება დამალული იყოს. წავიდეთ და ვნახოთ რა არის იქ. რა არის ეს?
სკუტერი. შენი სკუტერი? მეგონა გაფუჭებული იყო. სწორია, უბრალოდ ახალი სკუტერია. ბავშვებო, ახლა ნათელია რომ სკუტერი ყუთში არ ეტევა და ამიტომაც დამადა მან ისაკ და საჩუქრის საპონელად გასაღებები მოგცა. მაგარია, იგივე მოდელია რაც ადრე ქონდა. კი, ეს სკუტერი ძალიან მომწონდა, სამწუხაროა რომ გაფუჭდა. არ მინდა გაწყენინო, მაგრამ როგორც ჩანს ესეც გაფუჭებულია. როგორ? რატომ? მისი საჭე გატეხილია და ბორბლები გახრეტილი. როგორც ჩანს ის ახლახან და განზრახ გაფუჭდა. სპეციალურად. მართალია, ჩვენ ჩიფსები ავირჩიეთ, ამიტომ მას სკუტერი გააფუჭა. ჯანდაბა, სკუტერი ჩიფსებში გავცვალეთ. ამელკა, იმედია ძალიან არ გაბრაზდები. არა, არ ვიცოდი რა საჩუქარი იქნებოდა. მართალია, ამ ყველაფერზე არ უნდა ინერვიუდო. არა უშავს. რაღაც ვიპოვე. რა არის ეს? მე ვიცი, ეს ხელოვნური ფრშხილია. გითხარით, რომ ჩვენი კურიერი გოგოა. ყველას, ვინც ასეთ მანიკურს ატარებს, უყვარს ნათელი იერი. გამხდარი გოგო, რომელსაც უყვარს ნათელი გარეგნობა. წარმოდგენა გაქვთ, ვინ არის ეს? არა, წარმოდგენა არ მაქვს. მეც არ ვიცი. კარგი, იმედია მეტ მტკიცებულებებს ვიპოვით. მოიცა. როცა წამოვედი, კარი დავხურე. დარწმუნებული ხარ? იქნებ დაგავიწყდა? არა, აუცილებლად დავხურე. მოიცა ბავშვებო. თუ კარი ღია, შესაძლოა შიგნით ქურდები იყვნენ. რა ვქნათ? პოლიცია გამოვიძახოთ? სანამ მოვლენ ქურდი უკვე გაიქცევა. ჩვენ ბევრნი ვართ და ამას გამომკლავდებით და ლეოლასის თქვენ შორისაა. კარგი, მაშინ ჯერ შენ წადი. ისეთი მამაცი ხარ. მიდი. არა, არ წავალ. არა, წადი. არ წავალ. მიდი ფრთხილად. კარგი რა, მამაცი ხარ. არა. აი, ეს თავდაცვისთვისაა. აჰა. გოგოებო, არავინაა, შეგიძლიათ გამოხვიდეთ. ყველაფერი თავის ადგილზეა. კურს არაფერი მოუპარავს. უცნაურია. ასეძებ და? გაიგეთ? მეორე სართულზე ვიღაც არის. მეგონა პირველ სართულზე იყო. მოდი, გავიყოთ და ვნახოთ. ამელკა, შენ ლეოსთან ერთად წახვალ მეორეზე. მე კი მართასთან დავჩევი პირველზე. კარგი. გავიგე რომ ვიღაც იყო აქ. მოდი შევამოწმოთ. მოდი, სამამდე დავითვალოთ. 1 2 3 უცნაურია, დარწმუნებული ვარ რომ ვიღაც იყო აქ. ის ფანჯრიდან გაიქცა. საიდან ისი? შეხედე. კი, მისთან საცმელს გავს. კარგი, ფანჯრიდან გადახტომისას ერთი ნაწილი მოძრა. ლეო, შეხედე. მან ახალი ამანეთი დაგვიტოვა. წამოდი, გოგოებს ვაჩვენოთ. ჩვენ ვერავინ ვიპოვეთ და თქვენ? კი, ვიპოვეთ, მაგრამ ის ქურდი არ იყო. პირიქით, ის იყო, ვისაც ამანათები მოაქვს. ის ჩვენ სახლში შემოიჭრა? და როგორც ჩანს, ის ამ ადგილს ძალიან კარგად იცნობს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს გოგონა ჩვენ სახლზე თამაშობდა. კარგი ბავშვებო, ნახოთ ამჯერად რა საჩუქარი დაგვიტოვა მან. მოიცა, ჯერ წერილი. აირჩიეთ 1 ყუთი ან 4 ბილეთი აკვაპარკში. მაგარია, მინდა აკვაპარკში წასვლა. ახლა ძალიან სიცივეა. გონი ცუდი იდეა. ზუსტად, თბილი ამინდის გარეშე ცურვა არ არის კარგი. მართალი ხარ? არ მინდა გავიყინო და ავად გავხდე. ასე რომ გადაწყდა. გახსენით ყუთი. Yes! იდი. ახლა მე ვნახავ. კიდევ ერთი ყუთი. ყუთი ყუთში. საინტერესოა. ეს ნიშნავს, რომ დიდ საჩუქას არ უნდა ველოდოთ. მათარა. გახსენით, ნახოთ რა არის შიგნით. კიდევ ერთი ყუთი. საჩუქარი კიდევ უფრო პატარა აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. ჩვენ უნდა გავხსნათ იგი.
5. კიდევ ერთი 5. კარგი რა. რა საჩუქარია ეს? დიახ, ეს საჩუქარი ცოტა უაზროა. კარგი, შეიძლება ფული იყოს შიგნით. გავხსნათ. აქ რაღაც ქაღალდია. შიგნით კი ბეჭედი. ასეთი ბეჭედი. რომელი? ოქრო? არ ვიცი, ვერ ხვდები. კიდე მიხვდება, შეხედოს. შეხედე. აჰა. კი, ბეჭედი ოქროსია. იაფიანი არ არის. მაგარია, შეგვიძლია დავყიდოთ და ბევრი ფული ვიშოვოთ. კარგი, ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე აკვაპარკში გაყინვა. მე ფულს დავხარჯავდი მანიკურში. და ახალი თამაში მინდა. კინოში წავიდოდი. იცით, ეს ბეჭედი ნაცნობად გამოიყურება. მე ცნობა. რას გულისხმობთ? ჩემმა მეგობარმა შეყვარებულს ასეთი ბეჭედი უყიდა და თქვა, რომ მაღაზიაში მხოლოდ ერთი იყო ასეთი. კარგი, ვინ არის მისი შეყვარებული? არ ვიცი, მორჩხლია და ურთიერთობას მალავს. არ უთქვამს. შეგიძლია მას მისწერო და კითხო? კარგი. არ მგონია მითხას, მაგრამ ვეცდები. უცნობისგან შეტყობინება. ახალი პაკეტი გელოდებათ. თავად მოძებნეთ. ნახე, რომელი ნომრიდან გამოიგზავნა შეტყობინება. ასე რომ გავარკვევთ ვინ არის. დაფარული ნომერია. კარგი. როგორ შანს მას კარგად შეუძლია დამალვა. კარგი, არა უშავს. კიტი მალე დაიჭერს ამ გოგოს. კი, მაგრამ ახლა ახალი საჩუქარი ვეძებოთ. სახლის კართან არაფერია. ასე რომ მან ეს ნამდვილად დამალა. გავიყოთ და ყველგან ვეძებოთ. სახლის გარშემო ვნახავ. მეც სახლში ვიქნები, მეორე სართულზე. მაშინ მე ეზოში მოვძებნი. ეს უცნობის დასასმელია. რატომ დატოვა აქ? ნიჩაბი, იქნებ საჩუქარი დამარხა? კი, ეს საჩუქარია. წავალ და მეგობრებს ვაჩვენებ. მე ვიპოვე. კარგი, კარგია რომ არაფერს ვეძებდი. და რა გააკეთე? გელოდებოდით, როდის იპოვიდით? რა ზარმაცი ადამიანი ხარ? არა ზარმაცი ადამიანი, არამედ ძალიან ჭკვიანი. შეხედე რა ჭკვიანია. უცნაურია. აქ არანაირი წერილი არ არის. ანუ, ამჯერად მხოლოდ ერთი საჩუქარი. ალტერნატივა არ არსებობს? კი, 5-ის გახსნა მოგვიწევს. უცნაურია. ადრე არჩევანი ყოველთვის არსებობდა. ეს საჩუქარი ალბათ განსაკუთრებულია. რა არის შიგნით? PlayStation-ი, კომპიუტერი თუ მანქანის გასაღები? აქ არაფერია. რატომ არა? რატომ? მომბეზრდა რომ გამუდმებით ჩემს დაჭერას ვცდილობთ. ამიტომ საჩუქრებს აღარ გაჩუქებთ. ნახვამდის. ხო და თურმე რაში ყოფილა აქ ჩვენ თვითონ ვართ დამნაშავეები რომ ცხვირი იქ ჩავყავით, სადაც არ უნდა ჩაგვეყო. კი, ცუდად გამოვიდა. მის შეყვარებულსაც კი მივწერეთ. დიახ, ეს ალბათ ბოლო წვეთი იყო. ბავშვებო, სხვა რამე ვიპოვე. ვერაფერს ხედავ. რა არის იქ? აქ ვარდისფერი თმა. გოგონას რომელმაც საჩუქრები მოგცა, ვარდისფერი თმა აქვს. კარგი, ვარდისფერთმიანი გოგო. წარმოუდგენა არ მაქვს ვინ არის. მეც არ ვიცნობ ასეთ ვინმეს. აქ ახალი ვარ და მე არავის არ ვიცნობ. იქნებ მაყურებელმა იცის, ვიდეოს უყურონ და იქნებ მათ მაინც გაიხსენონ. ზუსტად, ბავშვებო, ჩვენ ვეძებთ გამხდარ გოგონას, ვარდისფერი თმით, რომელიც ჩვენ სახლზე ადრე თამაშობდა. თუ იცით ვინ არის ეს, დაწერეთ კომენტარებში. ასევე მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ ახი, რათა არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები. ნახვამდის ყველას!